მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს იქნება თამაში საქართველო-ავსტრია და აი თქვენ ეკრანზე ხედავთ, რომელ დივიზიონში დაქვეითდა საქართველო. საქართველო დაქვეითდა B4 დივიზიონში. აბა ახლა ყველაფერს თამაში გვერჩვენებს. საქართველომ ავსტრიასთან უნდა მოვიგოთ, რომ მინიმუმ მესამეზე ან მეორე ადგილზე ამოვიდეთ. მერვედ ფინალის გასასვლელად მეორე ადგილი გვინდა, პირველი ამ ორიდან ერთ-ერთი ადგილი მესამეზე და მეოთხეზე კი გაგვაგდებენ ევროპის ჩემპიონატიდან. ამიტომ ახლა ვნახოთ, მოიგებს თუ არა საქართველო. შემდეგი თამაში საქართველო უკრაინა იქნება 24 მაისს. მანამდე ახლა უყურეთ საქართველო-ავსტრია. მესამე ან მეორე ადგილს მოსასვლელად უნდა მოვუგოთ ავსტრიას. ავსტრია ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა საქართველო ყველაფერს იზავს ამისთვის, რა თქმა უნდა. საქართველო ვარდი იისფერი მაისურებით, ავსტრია კი წითელით. ეს იისფერი ევროპის ჩემპიონატში ახალი მაისურები შემოამატეს რაღაცა და აბა ვნახოთ რა მოხდება. გაათამაშეს პირველი ავსტრიელებმა, ავსტრიელები წითელი მაისურებით არ შეგახსენებთ და პირდაპირ ყვითელი ბარათი კვარაცხელიას მოახერხეს პირველივე წუთებზე და მათთვის სასარგებლოდ ხვიჩა კვარაცხელია მიიღო ყვითელი ბარათი, ეს რეკლამა და აბა ვნახოთ საქართველო რას იზავს. უნდა დაიცას თავი. შემოგვიტიეს, არა, აქ რამენაერთ უნდა გადავრჩეთ და გადავრჩით. არა, ეს ცუდია, ეს არასდროს ეს არ გვაწყობს ხოლმე, რადგან ეხლა პირველივე წუთებზე, მეოთხე წუთზე საქართველომ მოახერხეთ ავსტრიელის შემტევების მიზიდვა, ძალიან ბევრი მივიზიდეთ და აი ასე ძალიან დააკლდათ გოლის გატანამდე. ამიტომ გოლი კიდე კაი რო არ გაგვიტანეს, მაგრამ ლოჩოშვილს მოუვიდა შეცდომა და ახლაც მივიზიდეთ და სამწუხაროდ დაწინაურდნენ 1-0-ზე. მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია და მე მჯერა საქართველოსი რომ მოახერხებს გატანას გოლის. აბა ვნახოთ, აი ეს ცუდი გოლი იყო. ლოჩო, ეს რა შეცდომა დაუშვი ლოჩო. მარა არა უშავს, მიქაუტაძე კვარაცხელია. მიქაუტაძესთან მიცო, აბა თუ გამოგვივა შეტევა, მიდი მიქაუტაძე, მიდი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, არა, ამოიტანეს მაინც დაცვა. დავითაშვილი რა გაგრძელებას ნახავს და სამწუხაროდ ყვითელი ბარათი მიიღო დავითაშვილმაც, ჩვენმა ორმა უმაგრესმა ლიდერმა ყვითელი ბარათები აიღეს და ეს არ გვაწყობს, რადგან შეიძლება რომ ერთი შეცდომა დაეშვათ და მიიღონ წითელი ბარათი. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ საქართველო და ლობჟანიძე ყოჩახ, კიტეიშვილი, მიქაუტაძე, შეტევა მიქაუტაძე, მიდი მიქაუტაძე და წაართვეს ბურთი. აბა პრესინგი უნდა გამოვიდეს პრესინგი წესით. კაშია იქვე ცდილობს და წაართვა კიდეც ყოჩახ. კაშია გადმოიტანა კვარაცხელია, ხვიჩა, დავითაშვილი, მიდი დავითაშვილი, მიქაუტაძე. არა. და კაშიას გაიქცა ბურთი. გაათამაშეს და მოდიან ჩვენთან შეტევაზე. კიტეიშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი. მიქაუტაძეზე ძალიან კარგი პასი გაკეთდა. მიქაუტაძე და კუთხური. მოიგერიეს კუთხურზე. ჩააწოდე. კვარაცხელია, კაშია, დარტყმა!
და ძალიან ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე, რა დაარტყა კაში, ყოჩახ. ძალიან კარგად დაარტყა კაშია. დაათამაშეს ავსტრიელი. მიქაუტაძემ წაართვა, მოახერხა წიტაიშვილი. კვარაცხელია, მიდი კვარაცხელია. დავითაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილმა მიიღო, გაისწორა და არის 1-1. ძალიან კარგად იმოქმედა წიტაიშვილმა და სწორედ ეს უნდა ექნა. აბა რა, წიტაიშვილმა შეცდომა არ დაუშვა და სწორედ ესქნა, გაისწორა ბურთი დასარტყამ პოზიციაზე და შეასრულა დუბლი. ყოჩახ წიტა, ყოჩახ წაგებას აგვაცდინა. მაგრამ წინა აქვთ მათაც ყველაფერი, შეიძლება გოლი გაგვიტანონ. ტაიმს დაამატეს 9 წუთი. ყოჩახ, შემოგვიტიეს, გაბრაზდნენ ალბათ. რო გავთანაბრეთ, მაგრამ მიქაუტაძე, მიქა, მიდი მიქა, უტაძე, სად გააკეთა პასი ყოჩახ. წიტაიშვილის ქოჩორაშვილი დარტყმა დაამოხსნა. დამთავრდა ამასობაში პირველი ტაიმი. როც არ დამთავრებული იყო, მაინც მოხსნიდა და არ ქონდა აზრი და პირველი ტაიმი დამთავრდა ფრედ 1-1. აგერ საუკეთესო მომენტები, ეს რო დაარტყა და ისა მერე მოდიოდა შეტყვა და კარგი მეორე ტაიმი ცოტა ხანში. და ამასობაში დაიწყო მეორე ტაიმი. მეორე ტაიმს გავანახლებთ ჩვენ. ვინც ახლა შემოუერთდით თამაშს, საქართველო ვართ იისფერი იმით, მაისურებით. და ლოჩოშვილი ამასობაში, ლოჩო, აღარ დაუშვა შეცდომები, ლოჩო არ გვაწყობს შენი შეცდომები. კიტეიშვილი, მატაობს საღოლ კიტე, მარა გაექცა კიტეს. მიდი მიქაუტაძე, კარგია, კვარაცხელიაზე გადაიტანა. მიდი კვარახვიჩა, მიქაუტაძე, დარტყმა. არა, არა. სამწუხაროდ ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ. არა უშავს. ავსტრიელები გაანახლებენ თამაშს. შემდეგი თამაში გვექნება უკრაინასთან და გაუვარდათ ჩვენიანებს ბურთი. ათამაშებენ ავსტრიელები. კიტეიშვილი მისდევს ამასობაში. კიტეიშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია, ხვიჩა, მიდი, მიქაუტაძე და ეს მომენტი არ ვარგო და არა კაი. სარიელი კარი ქონდა თან. მიქაუტაძე რა შანსი გააფუჭე. არა უშავს კვარაცხელია. გაიქცა ბურთი. ავსტრიელების ცუდი შემოტევა კონტრიერში. უნდა გადავრჩეთ აკრამენად, გადავრჩით და ლუბჟანიძე რა გაგრძელებას ნახავს. და ნახა ასეთი გაგრძელება, მაგრამ გაგრძელება ვეღარ ნახა, იმიტომ რომ წაგვართვეს ავსტრიელებმა, შემოგვიტიეს და გადავრჩით ბეწვზე, ბეწვის ზედა ნაწილზე. მამარდაშვილი, იმიტომ რომ კარიცარიელი იყო და ასეთი მიზიდოებისგან თავი უნდა ავირიდოთ, რომ ძალიან კარგად არტყავენ, მაგრამ ისე ადვილად ვიზიდავთ ავსტრიელებს, რომ გოლის მომენტი ბევრი შექმნეს. კი, ბევრი არა, 3 შექმნეს, თუმცა ერთი გამოიყენეს აქედან, 2 ააცილეს, 1 გაიტანეს. ავსტრიელები ძალიან კარგად იტანენ საერთოდ გოლს. აბა ამასობაში რა მოხდება?
გოლი არ ჩაგვითვალეს, არა. ვაიმე, თამაშგარე იყო, არა და ყვარას რა ლამაზი გოლი გამოდიოდა. თან წინაურდებოდით. ყვარა ცხელია ცდილობს პრესინგს. გამოგცნენ, არ შეიძლება ასე. არა, ასე. კოჩორაშვილი ყოჩახ. წიტა მიდი, წიტა. ლოჩო, ვერ გადაგვარჩინა და სამწუხაროდ უკვე 2-1-ზე დაგვიწინა. ასეთი დაწინაურებები ჩვენ არ გვაწყობს, არა? ძალიან ცუდად გვიწინაურდებიან ხოლმე. არ გვინდა ასეთი დაწინაურებები. არ გვაწყობს ასეთი დაწინაურებები. კიდე გვიტევენ, ახარ 3-1 უკვე, ძალიან ზედმეტი იქნება და გათანაბრების შანსიც არ გვექნება. შემოგვიტიეს. მამარდაშვილმა ძალიან კარგი ბურთი აიღო. მაგრამ აიღო თუ არა აიღო აზრი აღარ აქვს, რადგან 5 წუთი დაამატეს და ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამასობაში დამთავრდა და სამწუხაროდ წავაგეთ 2-1 და დავრჩით მე-4 ადგილზე. მაგრამ არა უშავს წინ კიდე 5 თამაში გვაქვს. ამ 5-დან